შინაგან საქმეთა მინისტრი პარლამენტში დაგეგმილ დროს 3 მაისს მივა. მიუხედავად იმისა, რომ პანკიში განვითარებული მოვლენების გამო ევროპულმა საქართველომ გიორგი გახარია და ეკონომიკის მინისტრი ამ დღეებში დაიბარა. შინაგან საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ ამ დეპუტატებს შეუძლიათ ის ყავაზე დაპატიჟონ. ყავის მოსადუღებლად კი დღეს მზად ელენე ხოშტარია აღმოჩნდა. თუმცა მინისტრის გამასპინძლება მას მაინც 3 მაისს მოუწევს. Autonomia is სხვა გარემოში ყავა მხოლოდ მინისტრისთვის თუ ჩვენთვისაც შეიძლება. ყავა სიამოვნებით მომზადებ ყველას, მაგრამ მე მგონი ყავაში არ არის პრობლემა. დეპუტატი ევროპული საქართველოდან მზად არის გიორგი გახარიას ყავა პირადად მოუდუღოს, თუმცა მინისტრს პასუხს მაინც უწუნებს. უცნაური პოლემიკა ელენე ხოშტარიას მოთხოვნას მოხვა დეპუტატი ძალოვანი უწყების პირველ პირს საკანონმდებლო ორგანოში კომიტეტზე მისვლას თხოს. ეს მაშინ, როდესაც მინისტრის საათის ფარგლებში გიორგი გახარია პარლამენტში მაისის პირველ კვირაში ისედაც მიდის. პრობლემა არ არის, იმ კომიტეტზეც მივართმევთ ყავას, მათ შორის ჩემ მოხარშულს თუ უნდათ, ოღონდ აქამდე დაყვანა ქვეყნის რეგლამენტის იმ ვითარების რა ვითარებაც მოხდა პანკიში. და მინისტრისგან ესეთი ღლიცინი უბრალოდ ძალიან მძიმე სურათზე მეტყველებს, ან როგორ აღიქვავს საერთოდ თავის პასუხისგებლობას. ამიტომ ის როდის როგორ მოუნდება, ისე კი არ მოდის პარლამენტში. კანონის მიხედვით უნდა მოდიოდეს. მე როგორც ვიცი, მაქვს დაგეგმილი საპარლამენტო მოსმენა მინისტრის საათი მაისის პირველ კვირაში. რა თქმა უნდა, მე ამ ჩემ ვალდებულებას შევასრულებ და მივალ. თუ ევროპული საქართველოს რომელიმე ლიდერს სურს დამატებით კიდე ჩემი ნახვა, შეუძლიათ დამპატიჟონ ყავაზე და მივალ დაველაპარაკებ. ყავაზე დაწყებულ საუბრებზე ძალოვანი უწყების პირველ პირს სიუმორი ხოშტარიას თანაგუნდელებმაც დაუწუნეს. სამაგიეროდ მოსწონთ მათი თანაგუნდელის პასუხი ამავე საკითხზე. ევროპულ საქართველოში ამბობენ, რომ საკითხი არასერიოზულ ჭრილში ძალოვანი უწყების პირველ პირს გადახავს. რაზე აპირებთ მასთან ყავაზე საუბარს, ეს რო გითხრათ, რა საკითხებზე და რა კითხვებზე? კიდევ ერთხელ გიხსნით. ზუსტად ის კითხვაც არ აქვს ჩვენ გახარიასთან. აბა ყავას უნდა დალიოთ მხოლოდ. გიხსნით. ქვეყანაში არის ძალიან მაღალი კრიმინალის დონე. და ის გაიზარდა ზუსტად გახარიას მინისტრობის დროს. ზუსტად გახარიას მინისტრობის დროს ჩვენ ნახეთ უზარმაზარი პრობლემები. ბოლო გამოვლინება ეს იყო პანკიში. პატუცებულო საღი აზრი და იუმორისტულობა გულისხმობს იმას, მათ შორის ასეთ ცინიკურ პასუხზე, ცინიკურ კითხვა და ცინიკურ პასუხს. და როდესაც მინისტრი იმის მაგალითად თქვას, რომ შეასრულებს თავის ვალდებულებას, რომელიც კანონით არის მისი ვალდებულება, ჩვენ თხოვნა კი არ არის, მისი ვალდებულება ამ ღლიცინს იწყებს, იმ უხარისხო ღლიცინზე, სწორედაც რომ ადეკვატური პასუხი იყო. ევროპული საქართველოს იუმორიც და განცხადებების პათოსი გაუგებარია უმრავლესობისთვის. მართული გუნდის წარმომადგენლების განცხადებით ოპოზიციისთვის სასურველ კითხვებზე პასუხს გიორგი გახარია მინისტრის საათის ფარგლებში ისედაც გასცემს. სწორედ ამიტომ უმრავლესობა ვარაუდობს, რომ ასეთ ჟანრში ოპოზიცია სხვა მიზეზების გამო საუბრობს. ცდილობს, რომ ეს იმიტაცია შექმნას პოლიტიკური ძალიან აქტიურობის. სინამდვილეში მათ თუ კითხვები აქვს, ეს კითხვები შეიძლება დაისვას, რა თქმა უნდა, პლენარულ სხდომაზე, სადაც უფრო ფართოა და უფრო გაშლილია საუბრის შესაძლებლობა, იქ არ არის შეზღუდვა რამე კონკრეტულ თემაზე, ყველა კითხვაზე შეიძლება კითხვის დასმა და ყველა თემაზე პასუხის მიღება და ასე შემდეგ. რეალურად ეს არის ცოტა ხელოვნურად გამოყენება იმ შესაძლებლობების, რომელსაც ჩვენი ნებით შევქმნით. კარგია რომ იუმორს ვინარჩუნებთ ამ პროცესში, ამიტომ მეც ჩავერთები და ორივეს ერთად მეც დავაპატიჟებ ფინჯან ყავას. ევროპულმა საქართველომ გიორგი გახარიას და ეკონომიკის მინისტრის კომიტეტზე მისვლა პანკიში კვირას განვითარებული მოვლენების გამო მოითხოვა. მოთხოვნაზე კი შინაგან საქმეთა მინისტრმა მათ შეახსენა, რომ საკანონმდებლო ორგანოში მისი მისვლა 3 მაისაა დაგეგმილი.